საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების ვინაობის დაკონკრეტებას თხოვს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ. გოგა ხაჩიძის განცხადებით ეკა ბესელიამ ყოფილი მაღალჩინოსნების სახელები უნდა დააკონკრეტოს, ან როგორც დეპუტატი ამბობს, ორღობის ჭორიკნობას შეეშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხაჩიძე არ გამორიცხავს, რომ ბესელიას სასამართლოში უჩივლოს. ხაჩიძეს ეხმაურება ეკა ბესელიაც, ის მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრს სახელმწიფო უწყებებში გადაამოწმოს იმ პირთა სიები, რომლებიც ომის დროს ქვეყნიდან გადიოდნენ. ბესელიასთან და უმრავლესობის ყველა იმ წევრთან, ვისაც ოდესმე მსგავსი განცხადება. უნდა დასრულდეს ქართული ოცნების მიერ მსგავსი ჭორაობა და მსგავს სტილში რიტორიკა. კიდევ ერთხელ მოუწოდებ კონკრეტულად დაასახელონ ის ადამიანები, ვის გულისხმობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში და ამის გარეშეც პირადად მე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ თითოეული ასეთ დასახელებულ პირზე სრულად გავარკვევ ინფორმაციას, ვინ იყო, სად იყო, დატოვა თუ არა ქვეყანა და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ესა თუ ის ბრალდა. თითქმის რამდენიმე ადამიანის გარდა ხელისუფლებიდან ყველა დანარჩენი პირი, ან მათი ოჯახის წევრები წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტთან იდგა, როდესაც დასრულდა საომარი მოქმედებები აგვისტოს სადღაც 12 შემდეგ რამდენიმე ადამიანიც მახსოვს ძალიან კარგად, რომ ამის შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში. თუ არ ახსოვს ბატონ ხაჩიძე, შეუძლია იმ პერიოდის ინფორმაციები ამოიღოს, ეს საჯარო ინფორმაცია იყო.